მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მე თენგო ომანიძე გახლავართ, ეს არის გადაცემა ახალი პარადიგმა. დღევანდელ ეთერში ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება სამოქალაქო აქტივისტი, ომის ვეტერანი ბატონი პაატა აბულაძე. მოგესალმებით ბატონი პაატა, დიდი მადლობა, რომ კიდევ ერთხელ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობა რომ მომიწვით. მინდა დავიწყოთ საუბარი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხით, ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხით, რაც საქართველოს შეეხება კონკრეტულად, კერძოდ გუშინ რუსეთში მოსკოვში გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იმ კონტექსტში მნიშვნელოვანი რომ ვიცით რა ხდება მსოფლიოში, ვიცით რა პროცესები მიდის და ასეთ დროს რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აკეთებს განცხადებას კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში, ამას ალბათ თავისი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მინდა რომ სანამ მაყურებლის ნაწილს შეიძლება არ კონდეს ნანახი ეს განცხადება და ჩვენ მოვამზადეთ, თარგმნეთ ეს ვიდეო და კარგი იქნება რომ ვაჩვენოთ მაყურებელს, ხოლო შემდეგ თქვენი комментаრი ძალიან საინტერესო იქნება. Уважаемый Сергей Викторович, платформа 3+3. Პატივცემულო სერგეი ვიქტორიძე, პლატფორმა 3+3 გულისხმობს რუსეთის, თურქეთის, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს თანამშრომლობას სამხრეთ კავკასიის მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ჩვენი წინა შეხვედრის დროს თქვენ ხაზი გაუსვით აღნიშნული ფორმატის პერსპექტივის საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდება მმართველი პარტიის წყალობით. ასევე პოლიტიკური პარტიების როგორებიცაა სოლიდარობა მშვიდობისთვის და საქართველოს კომუნისტური პარტია. ეს გვაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ სამომავლო 3+3 ფორმატი საქართველოს მონაწილეობით სრულყოფილად ამუშავდება. პატივცემულო სერგეი ვიქტორიძე, პარლამენტების დონეზე ჩვენ კარგი კონტაქტები გვაქვს ფორმატში მონაწილე ყველა ქვეყანასთან. როგორ შეაფასებდით საპარლამენტაშორისო კომისიის შექმნის იდეას? როგორც თანამშრომლობის დამატებით მექანიზმის 3+3 ფორმატისთვის? მადლობა. Я с вами полностью согласен с точки зрения перспектив. მე თქვენ სრულიად გეთანხმებით 3+3 ფორმატის განვითარების პერსპექტივასთან დაკავშირებით. სხვათა შორის ინიციატივა ერთობლივად წამოყენებული იყო აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების მიერ და მას პრეზიდენტმა პუტინმა მხარი დაუჭირა. ეს იყო 2021 წელს და ამის შემდგომ სამი შეხვედრა შედგა. 3+3 ფორმატში, მათ შორის ორი მინისტრების დონეზე, ბოლო კი გასული წლის ოქტომბერში, თურქეთში. აღსანიშნავია, რომ თავიდანვე ყველა დაეთანხმა 3+3 ფორმატს. ჩვენ გვესმის საქართველოს ყოყმანი დაეჭვები, მაგრამ ამ ფორმატის სხდომათა დარბაზში საქართველოს დელეგაციისთვის სავარძელი ყოველთვის იქნება. და ეს პოზიცია დადასტურებული იყო ბოლო შეხვედრაზე თურქეთში, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება საკონსულტაციო პლატფორმით და გაკეთდეს მეტნაკლებად სტრუქტურირებული ორგანიზაცია ამ შეხვედრის შედეგად, კოლეგებთან ერთად. ჩვენ საქართველოს მხარეს დაუდასტურეთ, რომ მათთვის კარი ღიაა და სავარძელიც დგას. ჩვენ დღეს ვსაუბრობდით, რომ აუცილებელია დაეყრდნო ეროვნულ ინტერესებს და ზუსტად ასე იქცევა საქართველოს ხელისუფლება. ვიმედოვნებთ, რომ 3+3 ფორმატი ყველას ინტერესებშია. აქ ეჭვებიც არ არის. სხვათა შორის ეს იწვევდა აშშ-ს წინა ადმინისტრაციის შურს და არა ეჭვს, რომელიც ცდილობდა 3+3 ფორმატის ნაცვლად მხარი დაეჭირა ფორმატისათვის 3+1. იგულისხმება ამიერკავკასიის სამი ქვეყნის და ბაიდენის ხალხი, რომლებიც უხელმძღვანელებდნენ მათ. რაც შეეხება საპარლამენტო კუთხით ძალიან სასარგებლო იქნება, თუ თქვენ გამოხვალთ მსგავსი ინიციატივით. ჩვენ ამ ინიციატივას გავამყარებთ საგარეო სამინისტროს მხრიდან. ეს იქნებოდა ძალიან სასარგებლო. Именно так ведет себя и грузинское руководство, а то, что 3+3 в интересах всех участников. დიახ, როგორც ხედავთ, სერგეი ლავროვმა ისაუბრა საქართველოზე, მის როლზე 3+3 ფორმატში. სხვა შორის ძალიან ნიშანდობლივი იყო, მან აღნიშნა, რომ ჩვენ კარგად გვესმის საქართველოს ეჭვები, მისი ასე ვთქვათ, ეს ფრთხილი დამოკიდებულება, თუმცა მომავალში საქართველოსთვის კარი კვლავ ყოველთვის ღია იქნება ამ ფორმატში და მისთვის დარბაზში სკამი იდგებაო. როგორ ფიქრობთ, რას უკავშირდება, რომ სწორედ ეხლა მსოფლიოსთვის აი ამ მეტად მნიშვნელოვან დაძაბულ მომენტში რუსეთის მთავარი დიპლომატი ნახულობს დროს იმისთვის, რომ ისაუბროს საქართველოზე, მის მნიშვნელობაზე და ამას გაუსვას ხაზი, რაც მთავარია პირველ რიგში თვითონ რუსი აუდიტორიისთვის, ხო მართალია? თქვენ რას უკავშირებთ აი ესეთ პოზიციებს? ჩვენ გვაქვს ლევან მაჭავარიანის განცხადებაც. სამწუხაროდ არა გვაქვს ეგ გაკეთებული ლევან მაჭავარიანი არის. აქედან მინდოდა დამეწყო. აუცილებლად გაგცეთ პასუხს, მაგრამ ეს არის ქართული ოცნების, ესე იგი, ჩემი გუნდის წევრის განცხადება იყო დღესა, რომ რაღაცაო ჯერაო ოკუპანტიაო, ეს ტერიტორიები დაგვიბრუნოსო, ეს გაიწვიოს აღიარება და მე რო კი ბატონოო. მე ოცნების დეპუტატია საუბარი ლევან მაჭავარიანი. კი, ოცნების დეპუტატია ლაპარაკი. ეხლა უყურე რა, უყურე ლევან,
ისეთ მაკაცმა თქო ცოტა ძალიან რაზგონზე მოვედი ამ ტელევიზიაში რა ცოტა ცუდი განწყობა მინდოდა მაგრამ ისეთმა ადამიანმა მთხოვა შენ რო ვერ წარმოგიდგენე რომ ცოტა კორექტულად ყოფილიყავი ახლა მე გეტყვი ბაბუ ეხა შენ რა შეცდომა დაუშვი უყურე არიც ეხა შე პარლამენტარი გაგხადეს უბრალოდ და პატარა შეფრთიანდი ახლა და გონია რომ რაღაცა თქვი ახლა დღეს სიგიჟე უყურე ბაბუ დღეს აი ეხლა ლავრომა გააკეთა განცხადება და იმ განცხადებაში სიტყვებს არ უკვირდება ხალხი კაცო. წინა ამერიკის ადმინისტრაციაო მომაკვდინებელი იყო მაგათვისო. ანუ წინა იყო, ეხლა კი არ არისო კაცო. ანუ ეხლა უხსნი ბატონ ლევანს რა. ამერიკის შეერთებული შტატები, უნგრეთი, სლოვაკეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, რუსეთი, ჩინეთი დღეს სატელეფონო საუბარის მერე აი ზუსტად ერთ-ერთ შეხება თქვენ კითხავს ახლა იმიტომ თან ლევანის აქვს პასუხს რა უყურე ამერიკამ სატელეფონო საუბარში როგორც პესკოვისგან ვიცით პირობა მიიღო რუსეთში პირობა მიიღო რომ რას პირობა მიიღო დაიწყო ამის კეთება ანუ დაეტაკა ჩვენს ეგზისტენციალურ საფრთხეს ეს არის ლიბერალური ექსტრემისტული იდეოლოგიას. ამერიკაში, ევროპაში, სადაც არის ყველგან ეტაკება. ამერიკის ნაბიჯებმა უკვე გასაგებია რომ გითხრეს რომ მე მარტო ამ ბრძოლაში წავაგებ, კაცო. თუ არ დამიდგა ტრადიციული სამყარო გვერდში, უბრალოდ წამაქცევენ სატანისტები. და ეს სახელმწიფოები რომელიც ჩამოთვალეთ ჩვენ ახლა ყველა ვეხმარებით ამერიკის ტრამპის ამერიკას რომ აი ამ გლობალისტებს ამ ექსტრემისტებისგან განთავისუფლდეს დედამიწა პლანეტა განთავისუფლდეს თორე ბირთვულობამდე მიყავდათ საქმე კაცო ამ დროს უკვე ამ ბრძოლაში ვარ აქ მიდის კონფერენციები ჯერ მარტო ერთი მიუხედავად კონფერენცია რა დღირდა და მე საუდის არაბეთში რაც ხდება მოხდა და აი ამის მერე რომ თუ პატარა თავში რაღაცა ტვინი გააქვს და ამის მერე გამოდიხარ ამის მერე აკეთება ეს განცხადება აი ესეთი განცხადება ზუსტად ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ ეგ ყველაფერი კეთდება განცხადება და გამოდის საგარეო საქმეთა მინისტრი კაცო ბიჭო რა ვიცი ისეთი საგარეო საქმეთა ისეთი სახელმწიფო საგარეო საქმეთა მინისტრია რომელმაც პლანეტაზე შეცვალა უკვე იმ სახელმწიფო საერთოდ ჩამოშალა ყველაფერი აი ეს ლიბერალური ანუ ერთმა სახელმწიფომ ღის წესრიგი ჩამოშალა კაცო უკვე ჩინეთს ამის რესურსი არ გააჩნია კაცო ვერც გააკეთეთ ამის რესურსი არ გააჩნია ვისაც გააჩნია კი ვნახეთ უკვე კაცო ამის მერე აკეთებს ესეთი სახელმწიფო განცხადებას რომ და ეს 3+3 ბატონო ლევან რომ არიცით 3+3 დებულებაში წერია რომ აღიარებენ გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებს თქვენ გესმით კაცო რას გეუნდებით მათ შორის საქართველოსთან ამაზე რუსულ მხარეს ხელი აქვს მოწერილი კაცო ჩვენ არ მონაწილეობთ და ამ დროს გამოდის ეს ეხლა რუსთაველი რო ყრიან იმათმა რო თქვას კაი ნუ მტრები არიან გაცხადებული არ მალავენ ბჭო პრემიერ-მინისტრს რატო არ მიყვებით? ან ეს განცხადება იყო გაკეთებული. შეიძლება ბატონმა ლევონმა არც იცის. და ვიღაცა ის ბრიტანელი აგენტურა, აი ესე რომ თვითონ შეიძლება თქვა რა ასე და მაგრამ იმან კეთს ვისი საქმე გააკეთა, კაცო. ესე იგი ავტომატურად დასხო პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ტრადიციულ სამყაროს აი ეს იყო თვითონ შემამდენ არც უფიქრია, კაცო. ეგ არის უბედურება რო ეგ არის გამოვიდა ლიდერი გია ვოლსკი და გაწონასწორებული როგორც პოლიტიკოსი გააკეთა განცხადება ბჭო ხო შეიძლება რომ ესეთი როცა უმაღლეს ლიგაში თამაშობ კაცო ცოტა გაანალიზო აბულაძე ხო არა კაცო რომ ნერვი მოგეჩაოს და რაღაცა თქვა კაცო ამიტომ ეს ამას ხედავენ კაცო ამას უსმენენ სამეზობლოები ანუ შენ იქითა ხარ მაშინ რა გინდა კაცო აგერ რუსთაველზე არის 7 და 12-ამდე სუიკრებებია წაბზანდით ბატონო ეკეთე იქ იყვირე ეგეთი რაღაცეები იქ ეხლა უყურე დაუკვირდი კამანდა მიიღეს აი ჩვენმა სოდომისტებმა კამანდა მიიღეს დასხე ტრამპს
და 2 დღეა სისტემატურად თუ ვინმე ლიდერი იყო ყველა წამსაგინებს. კი, დაიწყო ბუღაძემ ფორმულას ეთერში 2 დღის წინ, თითქოს გამოერკვნენ ნომერი ყველანი ერთად და აშკარად სოციალურ ქსელში, ტელევიზიებში ყველგან მიდის ტრამპის გაშავება, რომ აი დედის გინებები და ანუ იმ სამყარო უყურე კიდე ერთი ფაქტი რა კიდე. ერთი ფაქტი. გუშინ რუსთაველზე დააწერეს ჩვენ დავბრუნდით. ისინი არც წასულან არცად, ესე იგი, თუ მომიტინგეები ყავდათ ხედველობაში, ისინი იქ არიან ყოველ დღე 7-დან. როგორც სამსახურში, კაც 7-დან 12-მდე იქ არიან $50 ღირს, კაც თითო ის 3 საათი, $50. არ ხუმრობ დედის აფლოსფიცა ვარ. მაგრამ ის ჩვენ დავბრუნდით და იქ მაშხალის წავიდა. კაი ჩიცად დაიჭერთ. თქვენ გელოდებით ზუსტად როდის დაბრუნდებოდით. აი ეს იქ საინტერესოა. ეხლა თქვენ კითხავს. უყურეთ. თონიკე ბატონო. სწორად მინდა ხალხი აი დაში ტელევიზიაში გამოდიან ექსპერტები. ბიჭო რაღაცა კომპლექსი და სიმართლეს კი არ ეუნებიან კაც. არა, სიმართლე იციან და რაღაცას აი ბუქსაობთ რა. რა შერიდებიან ბიჭო ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხზე როცა საკითხი დგება ამ კითხვას გისვამენ. ბიჭო აქ ენის მოჩილაკო არ შეიძლება კაცო. უყურეთ. სატელეფონო საუბარი. მე მადრიდში ახალი ევროპის ანუ ორბანის კოლექტიული ორბანების სხდნია კი ესე ვთქვა შეკრება. ულტრამემარჯვენეების ფლაგიო ეგრე მონაწილეს კი ბატონო. ამის მერე საუდის არაბეთში და უყურ გასაგებ ენაზე თქვა კაცო ლავროვმა ერთი პრესკონფერენცია ჩაატარა. სახელმწიფო დიმანი გამოვიდა ამერიკის გასაგებ ენაზე ლაპარაკობს ერთი ქართულად არ იცის ლაპარაკი შო ქართველებმა როგორ მეიქნებ გაიგოთო კაცო. თქვა ამ კაცმა ის ახალი ევროპა რომელიც ჩვენ ბავშვობაში გვიყვარდა აი კაცური აი ალენ დელონის და ზინედინ ზიდანის ევროპა აი ოჯახის გულისთვის თავი რო დაარტყა რა და წარი შენი სოფლიო თასიც და მატჩი ეგრე დამთავრდა თან როგორ ხო ყველა ფეხბურთელისთვის არის მაღალი ზენიტი არის სოფლიო ჩემპიონატის თასი არა კაცო როცა სასწორს ოჯახის სიწმინდე დგას თასის დედაცვატილი და ყველა გააქარან და მატერიალის გლიჯა თავი აი ზინედინ ზიდანის ევროპა ალენ დელონის ევროპა რომელიც ბრუნდება დიდი შემართებით კაცო ზუსტად ის ევროპა და ის ტრამპის ამერიკა იქნება გარანტია რუსებზე მიცემული პირობა რომ ჩვენ აღარ გავფართოვდებით არასდროს ანუ იმის თქმა რომ მე ევროკავშირში მივდივარ თვითონ ისინი გეტყვიან იქიდან მაპატია ჩვენ პირობა გვაქვს მიცემული არ გაფართოების კაცო მაგრები ხართ კარგები ხართ ძალიან გვიყვარხართ ქართველებო აი დაიწერენ აი ამ ჯორჯიასაც დაიწერენ თუ გინდა კაცო უბრალოდ ჩვენთან ვიმეგობროთ მაგრამ ვიმეგობრო დიპლომატიური რავი ბიზნესი რაც გინდა კაცო მაგრამ ის რომ შენ მე ფიჩხად მინდოდი რუსეთთან საჩხუბრად ეგ თემა დამთავრდა კაცო ჩვენთვის ხო ეს იდეალური სურათი ამათმა ვერ გაიგეს მეთქი აკა ჩვენ უმრავლესობაში ვერ გაიგეს კაცო ესა აი ხა ამის პასუხი როცა ესე ლაგდება სიტუაცია ბიჭო როგორ ვერ უნდა მიხვდე რომ ის ევროპა და თუნდაც მაიდამაიც ის ამერიკიდან უნდა გითხრათ კაცო რომ ბიჭო დაძეგით მან 3+3-ზე მე ესე აღარც მიგიღებენ თუმცა გეტყვიან ადრე თუ გერ მაგას ეტყვიან რომ მოხარული ვიქნებით საქართველოს ვიხილოთ 3+3-ზე ოკეანის გაღმიდან ეტყვიან სანამ ეგრე არ ეტყვიან როგორ ეტყვიან მეთქი გეუნებით აი აგერ გენძლებით რომ ეტყვიან ხო მაგრამ ბატონო აქ ისეთი მომენტია რომ მაგას რომ გეტყვიან რომ მოგიწევს აუცილებელი რომ იქნება მე გააკეთებ აბა რა ასი ხო და თავმოყრება გეტყვიან მანამდე აქ ფასი ხო შენს რა თქმა უნდა ბიჭო ხო და ამიტომ ნუ ასწრებე ბიჭო პრემიერის გუნდი ხო არია კაცო ბიჭო მიხვდნენ ამ პრემიერს რა ამიტომ ცოტა სხვა კუთხითაც შევხედე რა ვინ დაავალა ვინ ეხლა ესეთი სტრატეგიული განცხადება ეგა რომ ეხლა მაგას მამოკარდინარეთის ვერ დაასწრებდა მაგ ეხლა მაგირო საქმელი ყოფილიყო კი ბატონო ამიტომ ცოტა სხვა რამეს ხედავ რა მანდა და რა ვიცი მე მგონი დასაფიქრებელია შეგიძლიათ გუნდში რაღაცა არ მომწოს უკვე რა თუ იმით რატო იცი თუ რამე ჩაფიქრებული აქვს ამაზე მეც ახლა თავს ვეღარ გაკიდია თუ გაკიდვა ფასიულად ფასი აღარ აიწევს მაგათი თუ ისაც გადარბენა უნდა იქით არ გამოექ საქმე უკვე ეს უკვე აღარ არის ის ეპოქა რომელიც მაგათი 30 თავდება
რომ თავდება იქ თავდება კაცო თვითონ ამერიკელები ამთავრებენ და ჩვენ ვეხმარებით იმიტომ რომ მარტო ვერ გააკეთებს ამას თუ ტრადიციული სახელმწიფოები როგორც რომელიც ჩამოთვალე გვერდშია თქვა იმ კაცო თქვენთან ერთადო კაცო და მე დავჯერეთ აი როცა პლანეტიდან ამ ომის და კაცმოძულე იდეოლოგიას მოასწორებენ მე დავჯერეთ მაგაცები კი არ არიან კაცო ერთმანეთის რა თქმა უნდა კი არ უყვართ კაცო ერთმანეთი და აი კონკურენტები კაცო რა ვიცი მტრებიც არიან რაღაც გაგებით მაგრამ შეუძლიათ რომ ისაუბრონ იმაზე რაც აუცილებელი აი ეს არის ჩემი პასუხი ეს დრო მოვა მეთქი და ბიჭო აი აქედან მიდოდა ეს ამის თქმა რომ ძალიან გამნერვიულდი იმიტომ რომ ეს არისო გუნდიდან წამოსული განცხადება პირდაპირ გეუბნებით ისეთ ადამიანმა თქო პატარ კოლექტურად თქვიო რომ ძალიან ხო კი ვიცნობ რა გიჟი ვარ ამასთან შედარებით ნამდვილად კორექტული ხარ კი თავში ხო და ისეთ ადამიანმა თქო თვითონ ლევან ჩარჯიც ვინ ათხოვა დარწმუნებული ვარ მას გასემენ კიდეც ალბათ პასუხსაც და შეიძლება არაფერი არ უნდა შევაც მისცენ რომ მომავალში მიყვნენ თუ პრემიერ მინისტრის გუნდი არის და ბიზნესმენის გუნდია ნუ ასწრებენ თვითონ კაცო კი ბატონო მორჩა და გათავდა რა არაფერი იმათმა იციან უმაღლეს ლიგაში თამაშობენ და იციან რა უნდა თქვენ რა დროს რა უნდა გააკეთო კაცო ერთი გამოვიდა ჯარი გაიყვანოსო ამაზე თუ ჯარი გაიყვანა და თუ რა გამოვიდა იქა კაცო რა გაქვს ალაპარაკო მაგრამ თუ რაღაცა ველაპარაკო რა ყველაფერი აი ხო ნუ მაგრამ ამათ ესე წარმოუდგენიათ ეხლა ოცნების გუნდში არ არის იმედი მაქვს ეს განწყობები მთლად მაგრამ ადრე იყო ამათ ესე წარმოუდგენიათ რომ რუსეთმა ჯარიც უნდა გაიყვანოს ბოდიშები უნდა გადაგვიხადოს თან რაც ყველაზე უფრო სამწუხაროა აი ჩვენთვის წარუმატებელი სამხედრო კონფლიქტის შემდეგ ხო ეგ ყველაფერი ესე იგი მოიგო იქ კონფლიქტი, მაგრამ ჯარიც უნდა გაიყვანოს, ბოდიში გვიხადოს, აქედან კიდე დედის გინება უნდა მივაყოლოთ და იქიდან მარტო ლოცვა კურთხევა მოდიოდეს და არ ხდება ესე ხო? მაგი კი არა, შუაგულევროპიდან 56 ქვეყანა ვერ გააყვანინა, ხათო. ხო და გვესმოდეს ეგრე. ხო რა, ლაპარაკობენ თვითონაც არიცია. ბაჭორს ბატონ ბატონმა ტაისაევმა ლავროვს ახსენა პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის როგორც ერთ-ერთი ინიციატორი, ასე ვთქვათ, აი ამ რუსულ-ქართულ ურთიერთობებში და შემდეგ ბატონმა მამუკაფიფიან პარტიის საერთაშორისო მდივანმა გააკეთა მოკლე კომენტარი ამ საკითხზე ზოგადად სამსხვილის ფორმატზე და საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის რომ მისი კომენტარიც მოვასმენინოთ. ჩემი ოჯახის ახლობელია ბატონი მამუკა. ძალიან სასიამოვნოა, თუ შეიძლება გავუშვათ. უნდა გავითვალისწინოთ რომ ეს ფორმატი შესაძლოა საქართველოს სრული უსაფრთხოების ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საფუძველი გახდეს. საინტერესოა რომ ამ შემთხვევაში აი ბატონი მამუკაც საუბრობს რომ მიუხედავად იმისა რომ ეს სამსხვილის ფორმატი ეს არის მოგონილი ეკონომიკური ურთიერთობებისთვის, ეკონომიკური კავშირებისთვის, როგორც ჩანს ამას მარტო ეკონომიკური ფუნქცია კი არ აქვს, ძალიან დიდი პოლიტიკური ფუნქციაც აქვს და შესაძლებელი არის რომ მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებისთვის ეს იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. აი რო არ ჩავთვალოთ დღეს ბატონი ლევან მაჭავარიანის მიერ გაკეთებული განცხადება, როგორ ფიქრობთ, ქართული ოცნება თვითონ გუნდის შიგნით, აი ეს ხალხი ვინც არის უფრო გადაწყვეტილების მიმღები რამდენად სერიოზულად მუშაობს ამ მიმართულებით, რამდენად სერიოზულია ეს სამუშაოები, გვესმის რომ ჩვენ შეიძლება ყველაფერი საჯაროდ არ გამოდიოდეს ამ ეტაპზე და ისიც კარგად გვესმის რამდენად აი როგორც ნემსის ხუნჩი გაძრომა ისეთი ფრთხილი თემა არის ეს ყველაფერი დღეს განსაკუთრებით. თქვენ როგორც აი როგორ თქვა ამ გუნდის არამხოლოდ მხარდამჭერი, არამედ გარკვეული შიდა სამზარეულოს მწოდნე ადამიანისგან იქნება საინტერესო. რამდენად უნდა კონდეს ქართულ საზოგადოებას იმის იმედი, რომ ქართული ოცნება ადრე თუ გვიან მივა იმ დასკვნებამდე, რომ როგორც სამსხვილის ფორმატში, ისე თუნდაც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების კონტექსტში არის სიახლეების საჭირო. კიდე რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, პრემიერი და გუნდი ერთიანად არის ყველაფერს გააკეთებენ და იმისთვის, რაც სახელმწიფო სტრატეგიულ და ეგზისტენციალურ საჭირო გახდება. ყველაფერი ამაზე ფიქრობენ, საჭირო იქნება იქ რაც ჩვენ ქვეყანას გააერთიანებს, ეკონომიკურად გააძლიერებს და პოლიტიკურ სტაბილურობას და უსაფრთხოებას მოუტანს. ყველგან ყველაფერზე ფიქრობენ და ასე შემდეგ. ეს არის ვენებენ უბრალოდ რო არ წავიკითხო არ შეიძლება. ერთ-ერთი ლიბერალი ტროლი გვიწერს რომ მოვადრო და ყველას
ყელგამოჭრილებს კიბოიან საწყო დეპრესია ჩვეულებრივი და არ ვიცი უბრალოდ რისი მიღწევა გინდათ რა დეპრესია არ მიაქცეთ რომ დეპრესია რა ყურადღება უნდა მივაქციო თავის სახელი და გვარითაც ვერ წერს ეს ადამიანი ვიღაცის ტროლის სახელი მილი და აი შემოვიდა და აკომენტარა ყელს გამოგჭრიან თუმე ჩვენ ბადონო რა ის გამომჭრელები არის მაგრამ არასვენებს გამჭრილ გაძლიერებს ხო უყურეთ ეგენ ცოდო მე აქვე ვიტყვი რა აი მოვა ის დრო და ძალიან მალე მოვა აი კალეიდოსკოპული სისტრაფით მალე მოვა დაჟე ის დრო რომ აი რუსთაველზე ახალგაზრდა ბავშვები როდგანან ის ბავშვები ქართულ რეალობაში დაბრუნდებიან რა თქმა უნდა ყველას ამის იმედი რო დაბრუნდებიან აქ საზოგადოება ქართული საზოგადოება უნდა დახვდეს ხელგაშლილი ჩაიხუტოს მოეფეროს რომ იმ ბავშვმა ნახოს რომ ჩვენში ნახოს გამოსავალი ეკლესიაში ნახოს გამოსავალი დარწმუნდეს რომ არ ხდებოდა და არა ის რომ ჩვენ მოუგეთ და არა უნდა უყურე როგორი თემა იცი მაგი იმან უნდა თქვას რომ ბიჭო იქ რა მინდოდა კაცო აგერ არიან აგერ კაი ვისაც შარაფი უყვარს რავი კაი ნაშაჭკებიც აქ არიან ყველაფერი აქეთ არის ქართული ყველაფერი კაი აქეთ არის კაცო იქ რა მინდოდა ამ საგიჟეთში რატო იცი პატარა ერი და თითო ქართველიც კი აი დასათვლელი ყوك რა ამიტომ იმის პა შენ იქ არიყავი რომ აი ტაშრო უკრავდი რაღაცა კი და თუ ტაშრო უკრავდა მოდი ახლა სიმართლე ვთქვა ჩემმა თაობამ მოიყვანა ეს დაუტოვა დაახვედრა ის საქართველო რომ ჩვენი მომავალი თაობა აი გათხოვილ კაცს ტაშ უკრავს კაცო რატო იცი ჩვენი უსაფრთხოება გადავეცით სხვას ჩვენი განათლების სისტემა გადავეცით სხვას ბავშვები გადავეცით გაზრდა გადავეცით სხვას კაცო და რას მეველოდებოდით ის სხვა ქართულად გაგიზრდი და როგორი ქვეყანად დავახვედრეთ ისეთი თაობათა წამოვიდა კაცო ეხლა იცვლება ყველაფერი ეს ბავშვები ეხლა რასაც წერენ ეს არ უკვე დეპრესიული მდგომარეობა ესაც გადაივლის რატო გადაივლის სამყარო იცვლება ხო ხედავთ რომ იცვლება ეხლა ის სამყარო როგორც მაგათ წარმოუდგენიათ აღარაზოს აღარ იქნება თვითონ ისინი ამთავრებენ ამიტომ ამ ბავშვებმა თუ კი ჩვენც არ მივიღეთ აქაც და იქ ის დამთავრ ის ჩამოენგრა თავზე ის სამყარო აქ მოვიდა ქართულ წიაღში აქაც რა თქმა უნდა შეიძლება და მე ძალიან ახარებს თქვენი მხრიდან განსაკუთრებით აი ამისი თქმა იმიტომ რომ არის აქეთ მხარესაც ისეთი განწყობები რომ აი თითქოს ჩვენ არა ვართ მაინც მე მაინც აღვიქვა რომ ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა ერთი საზოგადოება ვართ ერთად მოვიცხოვროთ ის ადამიანები მით უმეტეს ჩემზე ახალგაზრდებიც არიან ხო ბევრი ეხა 30 წელს გადაცილებული ვარ ისინი არიან სტუდენტური ასაკის რა თქმა უნდა ეს ქვეყანა ჩემიც არის მათიც არის ჩვენია საერთო არის და პირიქით საერთო ენის გამონახვაზე უნდა ვიყო დღეს სხვა შორის აი ეგეთი სტატუსი მეწერა კიდეც Facebook-ზე რომ დღეს ეხლა როდესაც კი ვხედავთ რა ხდება ამ უკრაინაში მაინც არ მივესალმები აი უკრაინელების მიმართ ან კილიქს ან პირიქით ყველამ დავინახოთ გავიაზროთ რომ რაღაცაში შევწდით გადავიაზროთ და უნდა ვიცხოვროთ ერთად ამ ქვეყანაში სამწუხაროდ მე ვერ ვხედავ რომ გითხრათ აი თვითონ იქით მხარეს ჯერჯერობით ამ განწყობებს და ეს ჩემთვის გულსატკენი არის ეხლა უყურეთ რაც ადრე იყო აი ხალხი რო გამოდიოდა და ესეთი აღტაცება რო იყო ეხლა ის აღტაცება არ ამკონი არ არის ხა ნუ მოვიტყვეთ და იქ პოლიცია დადის ისინი ნუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხო ჩართული ეხა იქ ვიღაცა ტერაქტი არ მოაწყოს რაღაცა ხო 1000 რაღაც მოკლედ შიგაც უყო ნუ 50 ხა პრინციპში მაგათიც მესმით რა ხა 7-დან 12 საათამდე $50 ახალგაზრდა ბავშვის საიდან ახალგაზრდა კი რა ხანდახან ფიქრობ მაინც 6 საათში $100 თოვოთ მაინც მეც დავდგები ხომ რომ ჩვენთვის გადაიხადა ხო მაგრამ უყურე რატო უყურე თორნიკე საწავლე მაინც ის სამყარო გარეთ ვთავრდება ჩვენ ხო არ ვამთავრებთ ჩვენი მიზანი ეს 3 წელი რა იყო იმ რაც დაინგრა უკრაინის ყოფილ ტერიტორიაზე აი მაგათი სამყარო რო დაინგრა იმ ნაგრევებში არ მოყოლილიყავით რა როგორც მოვყევით 9 აპრილს აი თავზე რომ მოვიწყეთ რა თითქოს ჩვენ რო დავშალეთ საბჭოთა კავშირი ისე ხო არ იშლებოდა აი ჩვენ დავშალეთ თურმე გაიგე აი ბავშვები უნდა დახოცილიყო რუსთაველზე აი ეს ტერიტორიები უნდა შეგვეტენა ქარხნები უნდა გაგვეტანა სამტრედი უნდა გადაგვეკეტა აი დავანგრიეთ საბჭოთა კავშირი მაგრამ ხო შედეგი არის რომ 600,000 სოციალური დაუცველი მყავს
რა ვიცი, მაგარი დავანგრიეთ რა. 20%-ზე მეტი ტერიტორიის. დავკარგეთ დროებით, მოსახლეობა განახევრებული და სოციალურ დონეზე. ამიტომ აი კაბატონი მანანა გვეკითხება თაბუკაშვილი Facebook-ზე, რომ როდესაც ჩვენ საუბრობდით, რომ ისე უნდა მივიღოთ ისევ კოჰაბიტაციაზე ხო არ საუბრობთ. ჩვენ არ საუბრობთ კაბატონო. მე პოლიტიკოსებზე არა მაქვს ლაპარაკი, არა მაქვს ლაპარაკი. და ამაზეც ვისაუბრებთ, მაგათ რა უნდა უკნა სახელმწიფო, მაგრამ საუბარი არის მართლა გულწრფელ შესაძლებლობებში. სტუდენტებზე, ბავშვებზე 1000 ნიჭიერი ბავშვები არიან, კაცო. გაუბროტდეთ ალბათ რა ვიცი, მათ. ვინ არ გინდა, ავი ჩვენი ძმაკაცი შვილები არიან, ავი 1000 შვილები არიან, კაცო. ეხლა ფოკერია რომ არაზოს არ გახდება და ხათუნა სამნიძე, ქრისტიანი და ქართველი, იმიტომ რომ შინაგანად ზურთ, აი მაგ სამყაროს შინაგანად ზურთ ქართული, ყველაფერი ქართული ზურთ. თელი ცხოვრება ნანობერო რატო დავიბადე ქართველად, თუ დავბადებულიყავი ფრანგად ალბათ რა. და მიმეღო მონაწილეობა ოლიმპიადის გახსნაშიო. ხო არა, მე არ ხო მართლა ისე მაგათ, იმიტომ რომ ოლიმპიადის გახსნა ვისაც გახსოვთ ალბათ მიხვდით რა ზიგული. ხო, ნუ რა თქმა უნდა. იმათთან ეხლა ვაფე აღარ გამორა, თუ ნამათ ლაპარაკი, მაგრამ მე მაგ ლაპარაკი ახალგაზრდა ბავშვებზე, სტუდენტებზე, კაცო. რა თქმა უნდა. სო მეტი არაფერი ხა, და მორჩა ის რო ყვირიან რომ რაღაცა სიგიჟებს ვაკეთები. გადაივლის ესენიც კაცო, აბა რა იქნება? ბატონო პატა, მინდა გითხოთ ტრამპთან დაკავშირებით. თქვენ წეგანი საუბრეთ, რომ ტრამპი დღეს ცდილობს შემოიკრიბოს მის გარშემო ტრადიციული მსოფლიო, იმიტომ რომ მარტოს მიუხედავად იმ დიდი რეიტინგისა, მიუხედავად იმ ძალის, მიუხედავად იმისა, რომ სუპერ სახელმწიფოს ლიდერია, მარტოს ალბათ მართლაც გაუჭირდება, იმიტომ რომ არა მხოლოდ მის ქვეყნის გარეთ, მის ქვეყნის შიგნითაც ძალიან ბევრი წინააღმდეგობა ექნება. ამიტომ მას დახმარება ჭირდება ამ მხრივ. მე ასევე მახსენდება, რომ თქვენი დამოკიდებულება პერსონალური ტრამპის მიმართ არ არის მაინც სახარბიელო თუ თქვენ სოციალურ წელში თქვენს პოსტებს ვნახავთ. მინდა გითხრათ, რომ დიდ ნაწილში მე თავად გეთანხმებით ამ ყველაფერში, მე საკმაოდ ფრთხილად უყურებ ამ ადამიანის მოქმედებებს, მის სამომავლო პოლიტიკას და ზოგადად აი ამერიკა რა სახითაც აპირებს აწირო ფორმირდეს. ჩემი აზრით შეიძლება ჩვენთვის საქართველოსთვის ეს იყოს პოზიტივის მომტანი პირიქით, მაგრამ აი მსოფლიოსთვის რა ვიცი ისტორიამ შეაფასოს მე რასაც დაატრიალებს ეს ადამიანი სამყაროში. მინდა და აი მეკითხა ამ ხრივ რა მოლოდინები გაქვთ თქვენ პრეზიდენტი ტრამპისგან და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ხრივ ჩვენთვის კონკრეტულად კავკასიასთან მიმართებაში რა პოლიტიკა ექნება მას და ზოგადად როგორ უყურებთ აი მისი პრეზიდენტობის საწყის ეტაპს. პირველად რატომ დავიწყე პირველივე თავიდანვე ტრამპის ესეთი ძალიან ესეთი კრიტიკული მქონდა პირველი, იმიტომ რომ მას უნდოდა, მას წარმოედგინა რომ ძალის მეთოდებით დასვავდა რუსეთს მოსალაპარაკებლად. ეს იყო ეს იმით დაიწყო რომ გამარჯვებიდან ინაგურაციამდე, აი რომ გაიმარჯვა ერთი კვირის მერე შეხვდა ბაიდენს. იმავე ღამეს გაფრინდა რუსეთის სიღრმეში ატაკამსები. მეორე დილით იმ წუთში შეცვალა რუსეთის უშიშროების საბჭომ პრეზიდენტის მეთაურობით ბირთვული დოქტრინა, გააქარა და დილით შეცვალა და საღამოთი გააგლიჯა პირდაპირ არეშკინკები და ცოტა მეტი უნდა გაესროლა იქით, ეხლა კადრებსაც ჩვენ გავუშვებთ. უკვე ამის მერე გადმოინაცვლა ჩვენსკენ პირდაპირ გეტყვით. ჩვენი ესეთი მეზობლის კეთილი მეზობლის წყალებში ხელით აფხაზეთში დაიწყო ფათური კავკასიის აფეთქების გადმოინაცვლა სირიისკენ ორშაბათს დაიწყო და შაბათს ქვეყანა დაშალეს 4 ნაწილად ისე დაშალეს რომ ისრაელის ჯარი 16 კილომეტრში დღესაც აი ახლა დგანან დამასკომდე ანუ უფეთქებდა სიტუაციას ანუ უნდა ეიძულებინა მოლაპარაკებებზე წაეყვანა რუსეთი თავისი პირობებით. კი, მე მახსოვს, აი, აბსოლუტურად სწორი ხარ და დაუმატებ უბრალოდ, რომ ტრამპი თავიდან ძალიან ცდილობდა საუდის არაბეთს აწვევებოდა მაგაზე, რომ ნავთობის ფასი დააკელითო, მაშინ მე ანუ მას სურდა შანტაჟი რა თქმა უნდა. იქ მე ბალტიის ზღვაში კიდე მანევრი ჩაატარა. კი ბატონო. მაგრამ მიიღო ცოტა კულტურულად რო თქვა ეხლა უსულად უკარგად თქვია ხოლმე მიხვდა კაცი რომ ეს არ ყოფილა საქმე
მე რომ ვინ ახარ რო ომი გააჩერო თუ კიდევ ერთხელ ვიმეორე თუ საქართველოში ვინმე არის ომის გამჩერებელი და მოსურნე აი საათებს და დღეს ვინც ითulis ერთადერთი მე ვარ ეს ადამიანი ერთადერთი ადამიანი ვარ ამის მიზეზი გაქვს ამის ორივე შვილი და ძმისშვილი ახლა იქ კი რუსეთის მოქალაქეებია იქ დაბადებული გაძლევი მაგრამ შვილები არიან კაცო ჩემი ძმისშვილია კაცო იქა ამიტომ ყველაზე მე ვარ ანუ ტენდენციაში ვერ დამდეს ვერანი ბრალს ყოველდღიურად უფრო მალე გაჩერდეს ეს ომი იმიტომ რომ შენ ვინ ახარ 24 საათში ომს აჩერებ ვინ კითხავს შენ საერთოდ ომის გაჩერებას კი ისი აგიხდა ისი აუხდა საქართველოს ყველაფერი თურმე არ ყოფილა მაკაძე თურმე წავიდა იმაზეც რომ სატელეფონო საუბარს ხო თვითონ როგორც სახელმწიფო მდივანმა ამერიკის ისე პესკომა ყველაფერი თქვეს ვისაც გაგება უნდა რა თქმა უნდა ველოდებით პირობის შესრულებას მაგის ნაბიჯებმა მაგის აი რო დაიწყო პირობის შესრულება გადაიყარა ძალიან დიდ თურმე პრობლემა ყოფილა მარტო ეს კი არა თურმე შიგნით ქონია პრობლემა თურმე იმ გეი ევროპაში ქონია რამხელა პრობლემა და ამიტომ მარტო ეს ვერაფერს ვერ გახდება თუ არ დაუდგა ტრადიციული სამყარო გვერდზე წააქცევენ უბრალოდ და თუ წააქციეს ღმერთმანაკლეს ჯაჭვური რეაქციით მე სხვა ქვეყნებიც მიყვება მაგას კაცო ამიტომ ვამბობ რომ ჩემ ქვეყანას ჭირდება სულ არ მაინტერესებს ვინ არის იქ ტრამპია თუ ჟუჟუნა საერთოდ არ მაინტერესებს იმ კაცმა ხოდი დაიწყო გაკეთება ბიჭო ბრძოლა და ომი ჩვენ ქართველების მოგონილია კაცო მოყვებით მიყვებით ბოლომდე ოღონდ მაგან ეგ პირობა შეასრულოს რაც მისცა ტრადიციულ სამყაროს პირობა არის ესეთი გარანტია უყურე გარანტია ხელი რომ მოაწეროს ორმა სახელმწიფომ აი ამერიკა და რუსეთმა ახლა როგორც აბა სხვა არ არსებობს ბუნებაში აღარ არსებობს სხვა აი ეს ევროკავშირი კაი გაჩერდა ვინდა ჩვენც უნდა ვიждდეთ მაგ კაი რატო ძალა არის ეკონომიკა აქვს რამე ჯარი გააჩნია რა აქვს რა ზონა რამე გავლენა აქვს სადმე მაგათ რეზოლუციას აქვს საჭირო თახში რომ ქაღალდია იმის ნუ მოვიტყუებთ თავს რა ის ქაღალდი უფრო საჭირო ხანდახან აი რატო უნდა დაჟე ნამიხსნეთ ჯეში მან მე კი ვიცი რა ზიან ისინი გაგიჟებულები ამას ვიტყვი ახლა რო დაიწყო ხო აგერ გაზის სადენებია თუ ის ანუ ეკონომიკურადაც ყველანაირად ჩვენი სამყარო ანუ ტრადიციული სამყარო ნორმალური სამყარო აი კაცმოყვარე სამყარო გვერდში დაუდგებით კაცო აბა რას ვიზამთ ჩვენს სტრატეგიული ინტერესები შედის და მიტომ თუ მაგაცები კი არა ვართ კაცო როცა ამ საფრთხეს ბირთულ საფრთხეს კაცობრიობის დაღუპვის საფრთხეს მოიშორებს კაცობრიობა მე რა თქმა უნდა წავა კონკურენცია ისევ ჩაულებთ მაგრამ აღარ იქნება რა თქმა უნდა მაგრამ უყურე საქმე რა შეიცი ეს ხელი რომ მოაწერონ ორმა დიდმა სახელმწიფომ კაი კაცო მაგრამ ის 4 წელიწადია მოსული აბა ეგ როგორ გამოვა ეგ საქმე დაუშვა და ეს ავიდა ხო 4 წელს მერე რომ ამის ბაიდენი ორი რომ მოვიდეს ვერ ახვდა ახლა მე კაცო ამიტომ პირობა არის ესეთი ტრამპი თავის ვასალ ქვეყნებში ცვლის თავისივე ამ მაკრონები, ბერბოკები, რავი, რაც ჯანდაბები რო არიან ესენი. ამ კატეგორიას ხალხს ცვლის და მადრიდში შეკრებილ საზოგადოებას ჩვენ რო ვეთაყვანებოდით ბავშვობაში. კაცურ ევროპას ესე ვთქვათ რა, მოიყვანს და ის იქნება გარანტია, კაცო, იმისა, რომ საქართველო კი არ და უკრაინა კი არა, კაცო, პრიბალტიკაზე გეუნებით ახლა. ეგ იყო ეგ. არ გეხუნებით. რატო არის გაგიჟებულები? რამდენ ქვეყნიდან გაყავს ჯარი, ხა თუ ვიცი თქვენ ევროპიდან? არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი. ბალტიის ქვეყნები, ჩერნოგორია. მოკლედ, ყველა სოც ქვეყნებიდან რომელიც 90 წლის გაფართოვდა, ყველგან გაიყვანს ჯარს. უბრალოდ პოლონეთზე ვერ თანხმდებიან. ამაზეა ეს ევროპა გაგიჟებული. იმიტომ რომ იმათი სამყარო იყო დაყრდნობილი უხეშ ძალაზე, დემოკრატიის სახელით შევარდებოდნენ სახელმწიფოებში. იქაო კაცო დიქტატორი ზესო. რა შორის ევროპის შუაგულში იუგოსლავია. კი. ხო, აიქაო ეხლა დიქტატორი ზესო. და ეხლა ჩვენ იქ დემოკრატია უნდა შევიტანო და შევარდებოდნენ ერახში 500,000 ბავშვი მოკლეს. თორნიკე 500,000 ბავშვი. თუ ეგეც ვიტას გეუბნებით. გამოვიდა ეს სულ აძაღლებული ეს მარდენ ოლბრაიტი.
ესა უკაც გამართლებულია დემოკრატიას თუ ჭირდება რა არის 500,000 ბავშვი რა დიდი ამბავი ახლა მოკვდაო ვოკალით თან საგრაცი აი ეს სამყარო კიდე აი ეს სამყაროსთან მიდის ახლა გაქანებული ბიჭო ამ ტრამპა აიღო თავის თავზე ანუ თვითონაც მიხვდი ის სამყაროც მიხვდა ამერიკაშიც ახლა მიხვდნენ რომ თუ არ შეიცვალა ის მივა ბეჭდულობამდე აუცილებლად მივა რა ამიტომ ესენი გიჟები არიან უკაც და ამიტომ მოიყვანეს სასტრაფოდ ეს კაცი ხელისუფლებაში და აი დაიწყო პირნათად ჯერ არა მაგრამ ეხლა დაიწყო პირნათად თავის პირობის შესრულება ჩვენ გვერდში უდგებათ ისეთებს არაფერი დაშვილს არ აიყვანს ხელშიო რომ ჯერ სადღაც კიდე მე ხარ ვფიქრობ რამე პროვოკაცია არ გააკეთოს ბალტიის აკვატორიუმში ზღვაზე ფინეთმა რაღაცა სიგიჟე არ ჩაიდინოს ეხლა არის რაღაცები იქაც რომ რატო იცი უკვე აშკარა ხდება როგორ ფიქრობთ არის მაგ პროცესის საბოტაჟის რა თქმა უნდა ეხლა ნუ ტრატესია თალაცა და რაღაც იქაც აყავ თავის ეხლა 16000 ჯარში ტრანსგენდერი გენერალი რო გეყურება თორემ ჯერი ხო წარმოგიდგენია ჯარი არის მამაკაცების საზოგადოება ანუ ყველაზე ჰუმანური ინსტიტუტი არის ჯარი ხო რა ხელარ ამას გეუბნები ახლა ხოლე ფიქრობთ ხა ვიღაცა მისფეს და ეს რასაა რომ ამბობსო ჯარი აი ახლა მე და თქვენ აქ რო ზივართ პოლიცია რო წესრიგს იცავს შვილები რო ეხლა სახში ზიან და ტელევიზორს გიყურებენ აი იმ ჯარის კაცის სიცოცხლეზე გადის მეტი ჰუმანურობა რა გინდა შენ რო კარგად იცხოვრო მე მოვიყავდა და ვიყო რომ თავი გავხო ხო ანუ ამაზე მეტი ჰუმანურობა რა გინდა და აი ამ ინსტიტუტში რო შენ ამ გარყვნილებას და ამ ანომალიას რო შეიყვან და ეს ჯარი ამას რო მიიღებს ხო წარმოგიდგინა რა დონეზე არიან რა დონეზე იყო ეს ფესვებში ჩასული ეს გაღწნილობა და ეს ანტირელიგიულობა არ მომო ანტიქრისტიანობა იმიტომ რომ იქ მუსლიმანური სამყარო მუსლიმანობისთვის იყო იქ და არაფერი რაც მორალს უკავშირდება არაფრის ამიტომ ესე ადვილი არ არის რა იცი რა იბანისა თქვა და ეხლა ეგ არა კაცო იქ ბევრი სამყარო ჩამოენგრა კაცო ვერ დაინახე რომ ბღავიან და ტირიან და აი თუნდაც საქართველოში ხო ნახე ხო პანიკაში არის იქ მიუხედავად იმაზე ტირი და ტერილი რო დაიწყო საწყალმა ორგანიზატორმა ხო ნუ დეპრესია ჩვეულებრივი ვის ზოგს დეპრესია ცემლი მოძის ვის რა მოუვა თავში აზრად იქა იმათვის ხო პრიდელი არ არსებობს კაცო იმათ შევა ისეთი რაღაცა მოუვიდეთ თავში აზრად ნორმალურ ადამიანს თავში უბრალოდ ვერ მოგივა ეხლა 14 წელი გოგო ის რომ კეთს მოაჭრი იმის გულისთვის რომ ბურთ ფეხი დაარტყა ეს კაცო ბიჭობა უნდაო კაცო და შობელი რო შეგეწინააღმდეგობა და ციხეში ჩასვავ აი ამ სამყაროს რა მოუვა თავში თორნიკე შეუძლებელია მაგისი გატყვა დღეს ჩვენი ლიბერალები არ არის ესე მარტივად კაცო უნდა გენახათ რა დღეში იყვნენ კომენტარებში ესე იგი ტრამპზე რომ მოხდა თავდასხმა და გადარჩა მაშინ ყურში რო გაიარა ტყვიამ თუ არ ვიცი რა დაემართა იმ ბიჭზე ლაპარაკობდნენ ნეტა იმას კარგი მიზანი ქონოდაო და ჩვენი ლიბერალი ეს ჩვენი ფაქტ-ჩეკერები ახლა ჩვენ Facebook-ს რო უზიან და სიტყვა LGBT-ს თუ ახსენებ პროფილებს გიუქმებენ ამერიკის პრეზიდენტის მკვლელობაზე საუბრობენ ისე ღიად რომ ნეტა კიდევ ვინმე მესროლოს და ეგ არ არის იძულვილის ენის თესვა ამათი ჭკუით არიან მთელ ამბავში მაგრამ ნუ როგორც ჩანს ესეც არის მართლა ბოლო გედის სიმღერა მაგათთვის იმიტომ რომ ყველასთვის ცხადი ხდება საერთნიდის ყველა თურმე ყველაზე თურმე ახლა ხო გაირკვა მეგა კორუფცია სათყოფილა თურმე ხო ნახეთ გადავირიე რა ახლა საერთოდ რუსეთმა დაიძინოს კორუფციაზე და უკრაინამ ზედ რა ტრამპი ამბობს და მასკი ამბობს მე კი არ ვამბობ მაგას ხო ტრილიონებზე მიდის ლაპარაკი კაცო რა ის უკრაინის κორუფციაზე მელაპარაკები და რუსეთის კაცო ტრილიონებზე ხო კორუფცია ყოფილა მთელი სისტემა ხო მინდა გავუშვათ ის ვიდეო რაზეც საუბრობდით ზოგადად და შევიხოთ აი ომის ფრონტზე მიმდინარე უშუალოდ პროცესებს სხვა შორის ჩვენი ლიბერალური პრესა აღარ გვანებივრებს ფრონტის ამბებით თითქოს საქმე და როგორც ჩანს თითქოს დაკარგა ამ ყველაფერმა აქტუალობა დღეს გავრცელდა ერთი ვიდეო სოციალურ ქსელში რომელიც გვინდა რომ შემოგთავაზოთ საუბარი არის რაზე უბრალოდ სანამ გავუშვებთ მცირე ანოტაციას გავაკეთებ ამ ვიდეოს აღწერაში ეწერა რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა გამოკეტეს ოჯახი რაღაც შენობაში და შემდეგ ამ შენობას ნაღმავენ მე უბრალოდ მინდოდა სანამ გავუშვებთ ვიდეოს ვთქვა რომ ეს
თვითონ აი ეს აღწერილობა რაც გითხარით ამ ვიდეოს ეს არ არის დადასტურებული იქიდან გამომდინარე რომ მე არ ვიცი ეს ყველაფერი იქ ვიდეოში მართალია ისმის ბავშვის ხმა მაგრამ ესეც კი ბატონო შეიძლება იყოს მონტაჟი ნებისმიერ შემთხვევაში საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა ამ ვიდეოს სოციალურ ქსელში თუ შეიძლება გაუშვათ და შემდეგ უფრო ადვილად აღსაქმელი იქნება თქვენთვისაც რაზე ვსაუბრობთ Снимаешь? Не ной ему пидорасы, блядь. Что на ебуче. Давай. Что творите? Вытащите хотя бы жену. Ебать. Передайте воды. Чому на державную пидорасина, блядь? Зараз Рашка прийде, блядь. И попьешь, и поешь, блядь. Понял, Антоны, сука. Куди ти нахуй штовхаєш? Тут, блядь, заміновано все. Якщо вийдеш, тобі пизда, і твоїм, блядь, виразкам пизда. Буду тебе доїдати, нахуй. Відійшов від двері, підарасина, блядь. Прийде Рашка, накормить і напоїть, блядь. Інакше зараз, блядь, через двері положу всіх, нахуй. Ну, როგორც ნახეთ, საკმაოდ მძიმე კადრები არის. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მართალია ისმის ბავშვის ხმას, მართალია ვიდეოს აღწერილობაზე ასეთი ანოტაცია იყო, რომ ამ შემთხვევაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა უბრალოდ ოჯახი გამოამწყუდეს სადღაც შენობაში და შემდეგ დანაღმეს კარი, დაუგეს ხაფანგი, ასე ვთქვათ, ასაფეთქებელი ხაფანგი, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩათვალეს, რომ შეიძლება ეს ოჯახი იყოს პრორუსულად განწყობილიო. მე არ ვიცი უბრალოდ ეხლა რამდენად სიმართლეს ეს შეეფერება ან არ შეეფერება, მაგრამ მეორე მხრივ საერთოდ მშვიდობიანი მოქალაქეები კი არა, თუნდაც ომის ტყვეები იყვნენ, იქ ასეთი რაღაცის გაკეთება ხომ მაინც არ შეიძლება. ეს ხომ მაინც დანაშაულია. არ ვიცით რა ხდება ფრონტის ხაზზე, იმდენად ინტენსიურად აღარ შუქდება ეს ინფორმაციები საქართველოში. მე რეგულარულად ვეცნობი ხოლმე თქვენ ხშირად აქვეყნებთ გვერდზე სხვადასხვა ინფორმაციებს. რა ვითარება არის დღეს? ზოგადად ვიცით მხოლოდ ჩვენმა განსაკუთრებით ლიბერალებმა იციან, რომ უბრალოდ რუსეთს აქვს რაღაც წარმატებები. ჩვენი პრესა მალავს ეხა ყველაფერს არაფერს ეხლის აღარ. ეს ვიდეო არის გადაღებული კურსკის ოლქში. როიცოდეთ, ეს არის კურსკის ოლქში გადაღებული. ეხლა მე მეტყვიან ალბათ ეს რომ ეს ძველია უკვე ეს რატო იცით უკვე რო დააკავებენ იქ ტყვეებს ხო მე უში მაგათი სპეცსამსახურები სოციალურ ქსელებში ამათ ეძებენ და შეიძლება მოკლედ ეს ერთი ვით დადასტურებოთ ეს არის კურსკის ოლქი კურსკის ოლქში იმდენი მშვიდობიანი მოქალაქეებია ჩახუცილი პადულებში და ერთმა გარეწარმა იქ ადგა და ქართული დროშა დააგდო ეს კადრებიც გავაკეთე. ეგ შეიძლება თუ ქართული იქ არ წყופილიყო. არც შეიძლება მე არ მომბ არ არის დადასტურებული ქართული ლეგიონი, ქართულ ლეგიონში სხვათა შორის ყველაზე ცოტა არის ქართველები. ეგრე ქვია სახელი. უყურე, ეგ არის ფული საჭრელი მანქანა კაცო. შეიძლება მაგ არა ნაირთვის, იმიტომ რომ მაგათი მშობლები ახლა ვინც არიან არ უნდა ყველაფერი თქვა, ზოგის რაღაცა იქ გაჭირვება შეიძლება დახმარება ჭირდება და გამოდიან და შეძლებს დაგვარად სახელმწიფოსთან ერთად რაღაცას ვეხმარებით კაცო, რომ იქ უშველოთ და რაღაცა. ყველაზე ცოტა ვინც არის ქართულ ლეგიონში არის ქართველები. იქიდან არის ნიკარაგუიდან, ნუ სოფლი, აი ევროპაში წასული ესენი რო არიან ეს აი აფრიკის ქვეყნებიდან ხო არიან ჩასულები. და ეუნებიან ადრე ახლა აღარ ვიცი უკვე ტრამპის მერე, მაგრამ ადრე ეგრე იყო. აი 6 თვე იომე და მე ევროპაში ლგოტები გექნება რაღაცა იყო მანდ. ჩაყავდათ პოლონეთში იქ იყო ქართულ ლეგიონის ბაზა, გადიოდა ვითომ წწნებს ერთვიანს და ეგრე როგორც ხორცის მასალა შეყრდნენ ხოლმე იქით. ხო და ერთ-ერთ, მაგრამ აუცილებელი იყო შევრონი ქვია, ხო ამას რასაც ქართულად შევრონი ქვია, ხო? ქართული ის უნდა ქონოდა დროშა. კი ბატონო. სუფთა პროვოკაცია. თორე შეიძლება საერთოდ არ იყოს ქართული. საერთოდ შეიძლება ქართული არ იყოს იქ. რატო შეურჩეს ეს სახელი ამ ლეგიონს? ხო, წრები არის, ეს არის ყოფილი მიშა სააკაშვილის, ამ წეული ადამიანის გუნდის წევრები. აქედან გაქცეული ძებნაში ზოგს სასამართლოდ გამოტანილი აქვს თუ განაჩენები და არიან იქ დაცვის ბიჭები იყვნენ და ეს ყოფილი პოლიციელები და ეს წამებლები და რო აუპატურებდნენ ბავშვებს და ქალებს და რაღაცებს ციხეებზე იმებზე აი ეს კატეგორია ხალხია გაქცეული იქა და მათმა ეს იმათმა ხო იციან ხა ბაიდენის ადმინისტრაციამ ხო იცოდა რა გათახსირებული ხალხი იყო და ყველაფერი წამსვლელები რო იყვნენ ხო და მეტი რა უნდა და იმათაც მეტი რა უნდა ნახეს რა თავისიანები და შექმნეს ეს ორგანიზაცია და ძალიან ძიმე და მე მადლობი და მამუკა ფიფიას გადაუხოდი კიდევ ერთხელ კურსკში წავიდა ოღონდ
ჩავიდა ქართველი ჩავიდა და არა ტყვია წამალი ჩაიტანა კაცო გაჭირვებულ ხალხს დაურეგა ჰუმანიტარული და ლეიბები ადიელები და ჩემაბიჭმა და მერეკო აქ ხარ ახლა შენცაო რა ხო და თუმცა მე პატიჟებოდა ხო აი ეს უკვე ქართული საქმეა ესევე ვეხმარებით აქ უკრაინიდან გამოგცეულ ვინც ომსოგვინც გამოასწრო ქალებს ბავშვებს ქალაქის მერია დღემდე ეხმარება ჩვენც არ აქვს მნიშვნელობა ჩვენც არ აქვს მნიშვნელობა ის რუსი იქნება თათარი რა ქვია უზბეკი თუ ისა მაგრამ იქ რო შენ ქართულ დროშას გვამებზე დააგდებ აი მოხუც და თან გაუპატეურებული ქალის გვამზე იყო დაგდებული ეს დროშა ეხლა ეს თუ არ არის საქართველოს აი რო პროვოცირება გაუკეთოს საქართველოს კიდო კაი რო ღმერთის წყალობით იქ მამუკაკოს ფიფია უცბად რეაგირება ქონდა გენიალური უცბად რა და ეხლა იქაც არ არიან გიჟები და ამ პროვოკაციაზე ეს ჯიშებია მაგრამ მაგის დაჯერება იქ შეიძლება ვინმე აწყობდეს რაღაც მომენტში და მე მაგრამ რუსულ საზოგადოებაში ხო ტვიში დაილეკა რომ აი ქართველები რას აკეთებენ რა თქმა უნდა იქაც ხო შეიცვალა თონიკე თაობა ახალი თაობა ისინი სუალიცია შენი გამარჯობა და ხინკალი და ჭაჭა კაცო გასწორ ის თაობა აღარ არის თუ სხვა თვალით უყურებენ კაცო რაღაც კვლევა მაგ ნანახი ფიქრობდნენ რომ რაღაც დიდი ნაწილი საკმაოდ რუსი ახალგაზრდების ფიქრობდა რომ ქართველები ვართ 50 მილიონი მუსულმანური სახელმწიფო არ ვიცი ხა ერთი თაობის წინ ერთ ქვეყანაში ვიყავით არ ვიცი რატო ამხელა გაუცხოება თუმცა ეს მარტო რუსებისთვის კი არ არის კაცო საქართველოსდანაც არა აქვს ნაკლები დამოკიდებულებები იმ საზოგადოების მიმართ და ეს ეთყობა არის მართლაც დიდი პრობლემა რომ თაობებს შორის საერთოდ არ არის კონტაქტი არ ვიცი მე ხა რუსული ენა ასე თუ ისე ვიცი თორემ მე ვერ ვიტყოდი რომ ეს ენა სრულყოფილად ვიცი და ეგ არის კონტაქტი ეს კონტაქტები ალბათ შემდეგ იქნება ნელ-ნელა აღსადგები უკრაინაზე მკითხე და კი გადავედით უკვე რაც შეეხება უკრაინის ფრონტს წინათვეს ვიყავი ჩასული დონბასში ესე იგი წინათვე იყო არა ხო წინათვე არა ესე იგი იანვარში მოკლედ ხო ესე იგი არის ესე ჩასავიარდიში აღებულია ბოლომდე იქ ამას კი აღება უკვე ბოლომდე რაც იქ ხდება პაკროვსკიზე ნუ რავი იქ ყველაფერი გატანილი აქვს იქ ძალიან მალე დაეცა მეგაც. ახლა შეიქცევა ბოლოს. კი, ის პრაქტიკულად ვეღართ მარაგდება. საინტერესო რა არიცი? მოსახლეობა არ გადის. ხალხი არ გადის. ელოდება ხალხი რა. ოდესა გუში 2 დღე ოდესა სწორდება მიწასთან. საშინელად. და რაც თავარია იქ რაც დავინახე უყურე ეხა უკრაინულ იმებზე ხო შედიხარ საიტებზე და იქ უყურებ ხოლმე თუ მიეცა პატარა საშუალება შანსი ტყვეთ ჩაბარების ეგრევე გარბიან და ბარდებიან უყურე რასტიკე თუ დაინახე დრონი მოვდის ხო რუსული დრონი მოვდის ხო რა ნიშანია იცი რომ თქვენიანი ვარ აი უკრაინელი ეს იაკეთებს პირჯვარს იწევს რა და ხელებს და ანუ აი ხან გამაჟირიალებს ხომ რომ ანუ ბრუნდებიო რა ეკლესიაშიო რა ის კი არა რომ გახსოვს სუმი და ისუმი კი არა ის რო აიღეს იზუმი რო აიღეს იზუმი დია ეხა ისე უკრაინელების კონტროლის ქვეშ არის როგორც ხო და როგორი ზეიმა იმ უკრაინამ ეხლა რო არის დროებით რო არის ხარკოვ პრაიდი ჩაატარეს კი ბატონო წარმოგიდგენია ამიტომ ის უკვე ეგაც მთავრდება ეხა ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ აი დღეს არის 20 თუ 20 რიცხვია 20 რიცხვია დღეს აი ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ უკრაინა ბელარუსია რუსეთი ისეთი სლავური სახელმწიფოები დადგებიან სამივე რომ ყველა მთელი ევროპა იქნება თუ ვინც არის ყველა დაიჩოქებს მაგათ წინაშე აგერ თქვენ და აგერ მე და კიდე ეხვეწოს რუსეთს ევროპამ ეხვეწოს რუსეთს რომ უკრაინამ ნელთბილად გაუტაროს ის რაც დამართეს უკრაინელებს იმიტომ რომ იმის თქმა რომ იცი რა აი ხა ტრამპი მოვიდა თორე ბაიდენმა არა კაცო ეგრე არ არის საკითხი იმ სამყარომ დაღუპა ეს ქვეყანა 47 მილიონიანი უნდა ხა ტრამპა ხელები დაიბანოს ჩემი ეგრე სად არის კაცო მილიონობით ადამიანი მიწაში ჩაწვადა უკრაინა ვერადოს ვერ გაბედავდა შენ ამერიკელები რო არ წაგექეზებინა როგორც საქართველოს 2008-ში რო არ წაგექეზებინა
ის უკრაინა ვერდოს ვერ გაბედავდა დათვთან ომს კაცო. შენი იმედი ქონდა, მე შენ 4 წელიწადში შეცვალე პოზიცია და ახლა ჩემგან რაგენად ვაგე ძველი ადმინისტრაცია იყო. რა ეს რა არის კაცო? ანუ გადააგდეთ? თორე მარტივია ეს. მართლა? კაი გამოვიდე და თქვათ რომ ძველი ადმინისტრაცია იყო დაიბანოთ ხელი. რატო გთხოვენ მაშინ პასუხს სააკაშვილის პერიოდში აღებულ რაღაც უაზროვალდებულებს? რა თქმა უნდა, ამიტომ ეს მარტივად არ არის კაცო, იქა რომ ჯერ გაუტარებს უკრაინა სწორი როცა მართალი უკრაინა მოვა სათავეში აუცილებლად მოვა სათავეში 100%-ს გეუბნებით. აი შემიძლია ბიბლიას დავიფიცო. სწორი მართლმადიდებელი ეკლესია, აი მართლმადიდებელი მორწმუნე ნორმალური უკრაინა როცა მოვა, აი მე ერთ ადგილზე კოცნოს თელმა ევროპამ რუსებს რომ იქნებ როგორმე გააჩერონ უკრაინელები. ესე მარტივად გაუტარონ ქვეყნის გაუბადურება 47 მილიონი ჩამოიყვანეს 18 მილიონზე. 1 მილიონზე მეტი უკვე გაჟუჟულია, ქალაქები გასწორებულია მიწასთან, ეკონომიკა საერთოდ რამე არის იქა? არაფერი ტრამპის სიტყვებს თუ გავიმეორებთ, ღაზაში უფრო კარგი სურათია, ვიდრე უკრაინის ზოგიერთ ნაწილშიო ესეთი სიტყვა. ამის მერე უკვე აი რაც ჩვენ მაგაზე მეშლება ხომ, აი კიდე ლევანი იტყვის გადამეკიდო, კაცო აღარ ვსწავლ ლევანზე შეწყ. ამის მერე კაცო, როგორ გიტრიალდება თენა? ბიძინა ივანიშვილზე. ბიჭო არ გადახედე აგერ კაცო, შენ თვალ წინ მოხდა, მოყოლის ხوار გეუნები კაცო. აი ყველაფერს რო თავი გავანებოთ, ხო შეეძლო ამ ადამიანს რომ აი თუნდაც იცოდა სიმართლე რაც ხდება, როგორც ხდება და აი უბრალოდ ესარგებლა ამ სიტუაციით, ხო შეეძლო და ეშოვა კიდე 1-2 მილიარდი პირობითად. ამის ნაცვლად ეს ადამიანი ფულს კარგავს, ეს ხო ფაქტია. ხო ხედავთ ეხლა რანაირად შეიძლება ამ ყველაფერს მოვა მე კუდი რომ აი რაღაც ინტერესი, ქვეყნის ინტერესი საზიანოთ მიდის მაინც. ხო მე არ ვიცი ეხლა მე მართლა არ ყოფილვარ ამ ადამიანის არ ვიცი გულშემატკი მხარდამჭერი და ისეთი დიდი მეხოტბე არასდროს, მაგრამ ბოლო პერიოდის მოვლენები ხო გვაჩვენებს. ეს ადამიანი ყველა მსოფლიოში აი ამ უბედურებაში იშოვა ფული, ზელენსკი მათხოვარი გახდა მილიარდერი. ამ ადამიანმა დაკარგა ფული პირიქით ამ საქმეში და ეხლა ხომ და შეხედო ცოტა ადეკვატურად შენს ხო? 24 თებერვალს ხო დაიწყო ეს ჯახაჯუხი იქა. 24 თებერვალს 28-ში უკვე 2 მილიარდი, არა, პირველ 600 მილიონი იყო. ხო, ნუ მოკლედ. 28 თებერვალს უკვე დასაქცირებული იყო ივანიშვილი. აქ რო იციან რომ ხო ესეთი ესე რო იციან ხოლმე. სანამ ბიძინას ფულს არ შეეხო, იქამდე პატრიოტი არ გახდაო, თუ ეროვნული არ გახდაო. ბიჭო, 24-ში ომი დაიწყო, SVO დაიწყო და 28-ში დასაქცირეს. ანუ 4 დღეში როგორ იყო პირდაპირ ამ ადამიანისთვის, ესე იგი წითელი აუნთეს რომ შენ იწოდე ამ ფულს დაკარგავ და ადამიანი წავიდა ამ ფულის დაკარგვაზე. 2 მილიარდ 600 მილიონი კაცო. 2 მილიარდ. ეხლა უყურე რა, ხო ფაქტ, ეხლა ხო მაინც გამოჩნდა. ეხლა ხო მაინც გამოჩნდა კაცო. რაც რა გვემუქრებოდა. ხანახანა შენ თავიჯეკი თუ დათვისთან აღარ მახსოვს. ყველაფერს ვერ ვიტყვი თორნიკე. არ იმიტომ რომ შეიძლება სიტუაცია დავაზიანო. უკვე რატო იცი? იქ რაც მაგათმა მეგევლი მარტო მე არ მეგონა თუნდაც ამდენი ესეთი ეყოფოდათ. კი, არა, ცოტა იყო კრიზისული მომენტებიც ჰქონდა. ეხლა იყო მომენტები კრიზისულიც. ხო, იქ რაღაცები იყო რა და მე ნერვიულობდი კაცო. ხო, მაგრამ დღეში გინებოდა გამომიდგენია. აი, ნახე. და ამ დროს აი ამ პარტია და ამ მთავრობამ ესეთი რამე გადაიტანა და დღეს ესეთ განცხადებას მიკეთებ კაცო. ეხლა გეუბნები ზოგში დან არ არის ეხლა ეს რა. კიდე იქალა ბაბატი კიდე აღარ შეწყდება. ძალიან კარგი არის კაცო, პირიქით უნდა გავამაყენოთ ყურადღება. უბრალოდ მეც მაგ ეგანცდა რომ ხა ამ ადამიანმა როგორც ჩანს დაუფიქრებლად მოუვიდა მაგისი თქმა და იმედია შესაბამის განმარტებებსაც და მიიღებს ინფორმაციასაც და მომავალში იქნება უფრო თავშეკავებული ამ ხოლმე შემთხვევაში ჩემგან პირადად არაფერი არ აქვს ამ ადამიანს კაცო სასწაული და აბა თქვენ იცით უბრალოდ ეს მართლაც არის დამაზიანებელი ქვეყნისთვის, როდესაც ესეთი მოვლენა ხდება, როდესაც აი ამ ორომ ტრიალში უცებ საქართველოზე მიდის საუბარი და საქართველოზე ახდენს პედალირებას რუსეთის პირველი დიპლომატი და შენაკედან გამოდიხარ ჯარი გაიყვანე მე დაგელაპარაკები ეძახი 5 წლის და 10 წლის წინანდელ ტექსტებს იმეორებ რაც აშკარად ყველაფერი შეიცვალა და ეს ტექსტიც უნდა შეიცვალოს ლოგიკური. თორნიკე ბატონო, კიდე გეუბნებით. 3+3 დოქტრინა ადექით კაცო, წაიკითხეთ, იქ ხო წერია კაცო, რომ ჩვენ ვაღიარებთ გაეროს აი მეორე მსოფლიო ომის მერე საზღვრებში სახელმწიფოებს და ჩვენ ვართ გარანტიები ამ საზღვრების ურღვეობის.
თუ მეტი რა გითხრან ახლა გამაგებინე და არ მიდიხარ თუ ეს ხო არის მთელი 30 წელი ჩვენი ქართველი ხალხის ოცნება თუ მეტი რა სიკვდილი გინდა რა ვერ გაჩენებს კაცო მაგ ამბავზე სხვათა შორის თვითონ სეპარატისტულ რეგიონებს ჰქონდათ უფრო ამბები ატეხილი გულისხმობ სოხუმში ცხინვალში რომ აი რაღაც საქართველოს და რუსეთს შორის ხო არ მიდის ურთიერთობების დათბობა და ამ დროს აქედან გამოდის ლევან მაჭავარიანი და არის ნერვიულად არაფერს არ დავათმობთ ურთიერთობებს ეხლა უყურე მოდი პატარა აფხაზეთით ილაპარაკეთ მე საერთოდ არ მიყვარს აფხაზეთით ლაპარაკი იმიტომ რომ მე ვიცი იქ რა ხდება მე ვიცი როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი ეს იმიტომ კი არა ვიღაცას აქ ქართველი უყარდა რაღაცა არა კაცო ესე იქნება როგორც ცოტა ჩვენი კეთილი სურველი მეზობელი ყავს ერთი თურქეთი ქვია და მაგათ კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა ხო და დაიწყო ახლა ფათური რაღაც ცუდად ხელში ახლა უყურე ბიჭო მე ვთხოვ ინტერესები აფხაზეთში რა თქმა უნდა ეხლა საუდის არაბეთის მერე რომ თურქეთი თამაშგარებს მდგომარეობაში თუ გაბრაზდა ეხლა ჩვენი ბძიერთო გაჯავდა ნუ ეს გასაგებია წაიაზო ეხლა რუსეთს და ამერიკას არაფერია პრობლემა მაგრამ უყურე რა ბიჭო რუსთაველზე მდგომი ხალხი ხო არა აი რო გამოდიან და ეხლა დღეს ირაკლი გოგავამ გენიალურად ილაპარაკა მივესალმები აფხაზეთის თემაზე ბიჭო როცა არ იცი თება ან თუნდაც იცი თუ რამე განცხადება გასაკეთებელია არის ხელისუფლება და ვიდეო რომელმაც უნდა გააკეთო შენმა შეიძლება განცხადება რაღაცა რო შეიძლება სულ კაი მიზნებით გააკეთო ხო იმ აფხაზებმა იქ მეხუთე კოლონა ბრიტანელების ჩანერგილმა ეს ამოგიჭრა და ისე დაუტრიალონ აფხაზ მოსახლეობას რომლებიც ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება რა მოკლედ ხო ბიჭო შეიკავეთ აგერ გვაკრიტიკე რა ჩვენ რა ოცნება აი რატომ მიიღეთ ის ანტიდისკრიმინაციული კანონი აი ეს რა ქვია ბავშვების კანონი გააუქმე თემას მე მოგცემ კაცო საკრიტიკოს ჩემსას გაანებია გაანებია ამ სტრატეგიულ საკითხებს ბიჭო არ არის ხო მაინც იცი რომ არაფერს არ ჩunis შენი განცხადება კაცო რატო გინდა რომ просто გინდა რომ აი ვიღაცამ იქ რაღაცა მოგიწონოს და აი ცოდნია თქვა ბიჭო გაჩერდი კაცო უმაღლეს ლიგაში სხვები თამაშობენ ცოტა დიდი კვერცხებიანი ბიჭები თამაშობენ კაცო გამოდი შენი საქმე ეგ არ არის კაცო ეგ არის ქვეყნის ტკივილი თქვა პატრიარქმა არ მინდა არ წავალ ამ ქვეყნიდან ისე სანამ საქართველოს არ გაერთიანდებაო თუ მაინდა-მაინც რაღაცა გინდა აგერავარ კაცო მე მითხრა და მე მოგცემ ჩვენ საკრიტიკებელს იმდეს მოგცემ რა თქმა განათლების სისტემაზე მეც გამოყვები კაცო და ძალიან ბევრია ეგეთი რაზეც შეიძლება რომ ძალიან სამართლიანად გაკრიტიკდეს მართლა კი ბატონო მე რის მომენტ იცი რომ რაც ჩვენ ყველას ერთად რუსთაველზე მყოფებს არ გეუნები რაც დანარჩენ საზოგადოებას ერთი რამე ხომ გვაერთიანებს ენა მამული და სარწმუნო ხო ეს გვაერთიანებს შეიძლება ამ გზისკენ შენ ესე ხედავ მე მაგრამ ყველა ვართ მრევლი ხო ბიჭო არ უნდა გძნობდე შინაგანად რომ ბიჭო ეს ის თემა შეიძლება ჩემი სამშობლო დაზიანდეს თუნდაც ჩემი კეთილი განცდა არ შეიძლება თავი შეიკავო აუცილებლად უნდა შეიკავო თავი ბიჭო იმიტომ რომ შენზე ჭკვიანები ძიან შენზე ჩახედულები ძიან მაგრამ იკავებენ თავს ამიტომ როცა ეს სტრატეგიული და ეგზისტენციალური საკითხი წყდება ბიჭო გაჩერდით რა აი ყველას მოუწოდებ რა ესმის არ არის ესე მარტივად საქმე კაცო აქა გადაცემის ბოლოსკენ მინდა გითხოთ და ამ თემაზე საუბრით დავასრულოთ შემდეგ ეთერი აი რუსთაველზე მყოფები ხშირად ვახსენეთ რა პერსპექტივა შეიძლება მათ გქონდეთ გულისხმობ ამ შემთხვევაში პოლიტიკურ ნაწილს ნუ იქ თვითონ ახალგაზრდები სრულიად გეთანხმებით მე რომ ასე იქნება ისე იქნება ცოტა ხანში იქნება ცოტა მერე იქნება ყველა მოვა აზრზე რა თქმა უნდა არანაირად არ უნდა იყოს აქედან ხიჩატეხილობა და პირიქით მათ უნდა დაინახონ რომ ცდებოდნენ და არა ის რომ აი ჩვენ მოუგეთ და ეხლა იმიტომ უნდა არანაირად არავის შეუძლებელია რომ ქართულს მოუგოს ასეთ დროს, იმიტომ რომ საქართველოს აგებს ვინც არ უნდა მოიგოს ეგეთ. რა თქმა უნდა. და ამ განწყობით უნდა ვიყოთ, მაგრამ რა შეეხება პოლიტიკურ ნაწილს ამ ხალხის, რა პერსპექტივა შეიძლება გქონდეთ მათ? მე გავუცდი ხაზარაძის კომენტარი მოვისმინეთ პირველზე ჩვენ დავალაგებთო რუსეთთანო და
მე შემწვა მის ნაცვლად. აი, უკვე არიან ისეთ მდგომარეობაში, თითქოს ეძებენ გამოსავალს, თან ვერ პოულობენ ამ გამოსავალს, იქ გახარია გამოჩნდა, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ მე ცალკე ვარ და მე არა ვარ ნაცებთან ერთად. აი, თქვენ როგორ უყურებთ მათ პოლიტიკურ მომავალს? შაშა სექტემბერში ორი მცდელობა ჰქონდათ მაკამადას პესკოვთან დალაგების. ბიბლია არა გაგხარდით ჯვარზე, აი ჯვარი მაგ ჯვარზე გეფიცებით რა. ორივეჯერ ჩაუვარდათ. იმდენად ესე იგი იშვიათი გარეწერები არიან. ბიჭო, გამოდი და თქვი იმ ბავშვებს მაინც ნუ ესე იგი რა შვები? შეგნებულად მეკავს ეს ბავშვები დაღუპისკენ? თვითონაც შენ მიდიხარ ამ ბავშვების ზოგს უკან ალაგებ მოსკოვში. დაჟე კაფე ვიცი სადაც ხდებოდი. მე ეს ვიდეო მანახეს კაცო. დეი თქვენმა სოლიდარობის პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ციცის კაცო ეს. კი, ბევრი რამეს იციან, კიდე და ალბათ მოაყოლა. ხო, უყურე, ანუ შენ უყურე ამხელა იშვიათი გარეწრები არიან. შეგნებულად გამოყავთ ბავშვები. აყვირებენ, აწივლებენ, ანუ ქვეყანას ჯერ აი მაგათი შერყეული ქვეყანა არ გაიშვა კაცო. ვერაფერ მაგათო ვერ შეარყიეთ. ერთი რა დაზიანდა, მე გეტყვი თუ დაზიანდა სასტუმროების მეპატრონეს პატარა პრობლემა შეექმნა. აღარ ხო, ნუ არეულობა არ ჩამოდის. ამ ტურისტებმა არა. თბილისში არ ჩამოდეთ, თორე გადაინაცვლეს ეგ აშენდა კახეთი და ყვარელში ჩემი ნაცავია იქ. პოვარი სახშერებ ღმერთიკას. უყურე რატომ? ამათი ეს დრო დამთავრდა მაგათი მეთქი კაცო. ეგ გამორიცხული თემა, ეგ თვითონაც იციან რომ დამთავრდა. ნელ-ნელა გადიან პოლიტიკიდან. ეგ ის უყოლე წავენ პოლიტიკიდან. დაკარგავენ ალბათ мотиваციას, ფული დავდება იქიდან აღარ. აღარ, ნუ რა ის ფული იყო, სოფული დამთავრდა კაცო. ახლა ენთუზიაზმი არის. ბოლო მცდელობა ექნებათ, აი ახლა გაგიანოსებთ. ბოლო მცდელობა ექნებათ, არეულობის მცდელობის. იქნება ესე იგი. კი, ერთი მცდელობა ექნებათ, იმიტომ რომ კამანდაა მოსული. რა აი მოდი ესე ვთქვა რა ხალხის გასაგონი სუსტად რომ მიხვდეს დასხეთ ტრამპისტებს ანუ დასხეთ ესე ვთქვა ტრადიციულ სამყაროს ყველგან მარტო კი არა სერბეთში იქნება სლოვაკეთში თელსოფლიოში კამანდა გაცემულია იმიტომ უკვე ლიდერებმა დაიწყეს დედისგინებით ანუ თავის თავის ბავშვებს უკვე ეუნებიან კურთხევისა ხსნილია. დავაი დაასხე ახლა მაგათ. არ მოერიდოთ და იქ წარწერა. იმ სამყარომ წააწერა. ჩვენ დავბრუნდით. იქ რუსთავის გომელები კი არა. აი იმ სამყარო ვინც ესენი შემიყარა აქა. იმ სამყარო გითხრა მე დავბრუნდი. ჩვენც აქა ვართ კაცო. როგორ დაბრუნდით, ისე გაგაძევებთ რა. ბოლოს იქნება მე გეტყვით. უკრაინიდანაც გავა ამერიკა. ყოველ მიზეს გარეშე. ეს იმას არნიშნავს, ხა ვიღაცა მიხვდება რომ იქ ფარდა შემოეფა. არა, რა თქმა უნდა, გავლენაზე აქვს საუბარი. კავკასიიდანაც გავა, ყოველ მიზეს გარეშე. საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც მიცემული პირობა იყო საქართველოს ქართველი ხალხის. რომ ჩვენს ტერიტორიაზე აღარასდროს აღარ იქნება ისეთი იდეოლოგია, ექსტრემისტული იდეოლოგია, როგორც არის ლიბერალიზმი. და არასდროს აღარ შეექმნება ჩვენს სამეზობლოს ყველას ამ ტერიტორიიდან საფრთხე. ამის ერთადერთი გარანტია არის კანონით აიკრძალოს და რასაც თეა წოლუკიანი ხელმძღვანელობს მაგას. აი ესე დამთავრდება ეს კონცერტი აქა. რა თქმა უნდა, შეგვეწინააღმდეგებიან, მაგრამ აქეთ ვართ. ჩვენს უკან დგას ეკლესია, ჩვენს უკან დგას ოჯახი, ჩვენ უკან დასახები გზა არა გვაქვს. ჩვენსაც აღარ გაუშვებთ. ანუ ეს კომისია რო დავაზუსტოთ, რომელიც შეისწავლის ახლა პარლამენტში 2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობას, ამაზეც მინდა აუცილებლად გკითხოთ, იმიტომ რომ სრულიად მე ვფიქრობ საფუძვლიანი ეჭვი უნდობლობა არსებობს, ხო, მაინც ქართული ოცნების მისი წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, მართლაც არის ეს ის პროცესი, რასაც ელოდება ქართული საზოგადოება, რაც უნდა იყოს ერთის მხრივ დამნაშავების გასამართლება, მათი დასჯა და მეორეს მხრივ ხა სამართლიანობის აღდგენა იმისათვის, რომ სანდოობა შეიძინოს, ჩემი აზრით, ამ პროცესმა მარტო იმეს დასჯა არა, დაზარალებულებისთვის მათ შორის კომპენსაციის მიღება, იმიტომ რომ თუ ჩვენ საუბრობთ, რომ ვინმე დანაშაული ჩაიდინა, დანაშაულს აუცილებლად ყავს დაზარალებული და იმ დაზარალებულს აუცილებლად ჭირდება, ხო, კომპენსირება და სამართალი დადგა. უყურეთ ამ კომისიას თავმჯდომარეობს თეა წულუკიანი. ვისაც ეს პასუხი ხან ცოტა მიაჩნია. მეგონი ერთადერთი ადამიანია 2012-დან დღევანდლამდე ერთგულად შეუცვლელია. მისთვის არ არსებობს
პრინტი ერთხელ უთხარი ოფისში ქაბატონია თუ შემთხვევით რამე გაწყეინე მე უთხარი წინასწარ მითხარი იქნებ ბოდიშით გამოვიდე მე უთხარი რატო გამბიცი უყურე ეს ცოტა სხვა რამეა ეს პატა დავითაიას კომისიაში არ შეეშალოს არავის არა კაცო არა ამ კომისიის დასკვნას უყურებს მარტო საქართველოში კი არა და რუსეთში კი არა კაცო უყურებს ჩვენი დანარჩენი სამეზობლოც იმიტომ რომ აქ იმხელა ინვესტიციები უნდა ჩაიდოს და ყველა უყურებს ამას აბა პირობა როგორ სრულდება მე აქ ფული ჩავდო სტაბილურობის გარანტია ჭირდება და შენ აქ 4 წელით იყო და მეორეზე ვაფშე გვარამია ყავს რა გასული ეგრე სად არის ანუ ესაც არ არის მაგის უდგარ ამიტომ სანამ კანონით არ აიგზავნება ამ ტერიტორიაზე საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენი სამეზობლოსთვის ეგზისტენციალური საფრთხე რაც ქვია ლიბერალური იდეოლოგია ეს გარყვნილება რავი ყველაფერი რაც ერთად აღებული ხო აი მაგას როგორც აგძალავთ მე კიდე გეუბნებით ამაზე წარმატებული ამაზე ეკონომიკურად წელში გამართული ქვეყანა არ იარსებებს ევროპაში და შეგეტყვი და გეტყვი რატო იმიტომ კი არა ხა ვიღაცა ის რომ იმიტომ კი არა ვიღაცა ქართველი და არის ხა ცოდოები არიან და მოდი რაღაცა ფული ვაჩუხტო არა კაცო ვისაც რამე ცოტა ტვინი აქვს რუკა გახსნას და ვერტო მოპატიება კიდევ თქვა ხუსიტებს გაუბარჯოს ღმერთმა კოდელი მოდის ახლა აქეთ არტერია ხდება იმდენი დიდი სახელმწიფოების არტერია რა ვიცი რა იმიტომ რომ მართლა თუსიტების წითელი ზღვა დააკეტეს რომ აუხსნათ მაყურებელს თუსიტები არიან აი სწორედ მაგ მონაკვეთში სადაც წითელი ზღვიდან შემდეგ უკვე ხდება ხმელთაშუა ზღვაში მოხვედრა ეგ სივრცე არის დააკეტილი ახლა უწევს გემებს რომ მთლიანად აფრიკის კონტინენტ შემოუვარონ და ისე მიაწოდონ ისე შევიდნენ ასე ვთქვათ ხმელთაშუა ზღვაში და აქედან გამომდინარე ჩვენთვის ჩვენ როგორც სახმელეთო დერეფანი როგორც ჩანს მართლა ერთადერთი დერეფანი მეტი არ არსებობს ქვევითომია ზევითომია მეტი არ არსებობს ფიზიკურად არ არსებობს გადახედეთ როგორ მე ხვალეთა დაბულადი სიგიჟე ხوار არის კაცო და ყველაზე თავი რა ვთქვა დროზე პრემიერმა შეგვპირდა ხალხს განათლების სისტემა ხალხო თავარი რეფორმა ალბათ ეს უნდა იყოს თუნდაც რამხელას აი არ ვიცი რა მეც აი არ უაძლევდი ამ ხელა მნიშვნელობას თუნდაც რამხელა რამე ყოფილა კაცო ახლა არ ვიცოდით რა ეს არის ჩამოშანგრევი და თავიდან ასაშენებელი რა და დროზე ის მამაძაღლები უნდა გავიდნენ იქ გაყაროთ ეს ვინც ეხლა ბიჭო მასალებელი რომ გამოვდა ეროტიკა და აღარ მინდა რა თქვა რა საზიზღრობა რა კაცო და რაც თავარია და ამით უგია დავამთავროთ ყველა თავმოყარე სახელმწიფო და ტრადიციული სახელმწიფო სოროსი გააძება თავის ქვეყნიდან რას ველოდებით შეერთებულმა შტატებმაც კი დაიწყო მისი რას ველოდებით უბრალოდ ამიხსენ იმდენად კონტექსტიდან ამოვარდნილები ვართ ახლა მაგ თემაში აი არ ჯდება რა აი თითქოს გამჭვირვალობის კანონი მივიღეთ ფარა მივიღეთ ის რა ქვია USAID იქ და ამას აგვაქვს სოროზის ფონდი გასულ ხო გამჭვირვალობის კანონი მაგით არ მივიღეთ რომ რაღაც პრობლემისგან გავთავაზოთ რაღაც ანომალია უკვე რა ხო რა ცელოდები და ბულგარეთმა თუ რუმინეთმა როგორც კი პრეზიდენტი გავხდებიო აი ხელი მაქვს მოწერილიო კაცო აი ხელი მაქვს მოწერილიო ეს ამ გავაძევებ ბიჭო გააძევა ყველა თავმოყარე ჩვენ რას ველოდებით მართლა ქვეშაფსიები ხო არა ვართ კაცო ამის გადავირიე რა აი თუ არ შეგიძლიათ მე მიმიშვით მე გავყრე კაცო დიდი მადლობა ბატონო პაატა მართლა ძალიან საინტერესო საუბრისთვის აი როგორც იტყვიან ერთ ამოსუნთქვაში გაიარა გადაცემამ საათმა და 10-მა წუთმა და დიდი მადლობა თქვენ ამისთვის და მადლობა მაყურებელს ყველაფერი კარგად იქნება Facebook-ზე მუდმივად გვიყურებდა ძალიან დიდი რაოდენობა მაყურებლების მადლობაც გადაგიხდით და დაგემშვიდობებით შეგახსენებთ რომ ბატონი პაატა აბულაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი ჩვენ საუბრობდით როგორც ჩვენს ქვეყანაში ისე მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვან პროცესებზე და იმედი მაქვს მოგვეწონა ჩვენი საუბარი მე ყველამდე დაგემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ